მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი უკვე 20 დღეა შიმშილობს. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, თავისუფლებას სინდისის ყველა პატიმარს. თავისუფლება მზია ამაღლობელს. საქართველოში სხვადასხვა მთავარ მაგისტრალზე მდგომმა ქალებმა დღეს ინდივიდუალურად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის უკანონო პატიმრობა გააპროტესტეს. ქალებმა სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნეს და საპროტესტო აქციას ინდივიდუალურად შეუერთდნენ. სხვადასხვა მთავარ მაგისტრალზე მდგომმა ქალებმა ბანერებით ხელში მზია ამაღლობლის განთავისუფლება მოითხოვეს. მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობენ მედიკოსები. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები თანადგომასა და დროული რეაგირების თხოვნით ადამიანის უფლებათა მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ. ამაღლობლის ხანგრძლივი შიმშილობის გამო ისინი შეშფოთებას გამოხატავენ, რადგან მათი თქმით ჟურნალისტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და შიმშილობა მისთვის შეუთავსებელია. შეშფოთებული ვართ ამ ხანგრძლივი შიმშილობით, ვინაიდან მე გავეცანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შიმშილობის დაწყებამდე და მას აქვს რამდენიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება, რომელიც შეუთავსებელია შიმშილობასთან. ამიტომ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ მდგომარეობით, რომ შეიძლება გართულება და არასასიამოვნო შედეგები დადგეს უფრო ადრე, ვიდრე ეს დადგებოდა ჯანმრთელი ადამიანის შიმშილობის დროს. აქვს თუ არა მოშიმშილეს თავბრუს ხვევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს დინამიკაში, ვინაიდან უკვე მე-18 დღეა, საიდანაც 14 დღის მერე შეიძლება ავანტყოფი მაპატიეთ, შეიძლება პიროვნება უეცრად გარდაიცვალოს. ამიტომ გვაინტერესებს თავბრუს ხვევა როგორია დინამიკაში, მეორე ყლაპის რეფლექსი აქვს თუ არა აქვს და ნორმალური აქვს თუ არა აქვს, წყალსაც როგორ ყლაპავს, მესამე როგორი აქვს სმენადობა და მეოთხე შეკითხვა კიდე უნიშნულოვანესია, რომელიც ყველაზე გრძნობიარე, როგორაა მხედველობის საქმე. ვაგრძელებთ გამოშვება სტუმართან ერთად. დღევანდელი გადაცემის სტუმარი ვახო ჩხარტიშვილია, მსახიობი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მოგესალმებით ვახო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა ნინო. ჩვენი სასაუბრო თემა ალბათ ხვდებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია, რომელიც უწყვეტი ჯაჭვის საპროტესტო თითქმის 2 თვეზე მეტია. ალბათ მაყურებელს აინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, რა გაქვთ სათქმელი, რა პროცესში იმყოფება დღეს საქართველო და როგორ ხედავთ მის გამოსავალს? კიდევ ერთხელ მოგესალმები ნინო, მივესალმები თქვენს მაყურებელს და მადლობა რომ მომიწვიეთ. ასე დავიწყებ, თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. ახლა რაც შეეხება დღევანდელ პროცესებს, მინდა უშუალოდ მიმართო ხელისუფლებას ჩემ ამ გამოსვლაში და ამ კითხვაში. დღეს საქართველო მოიცვა კი ტალღამ პროტესტისა და არა მარტო დედაქალაქი, არამედ მთლიანი საქართველო და ფაქტობრივად ყველა დიდი ქალაქი და მინდა უთხრა ხელისუფლებას, რომ ეს პროტესტი მარტო იმისთვის კი არ იმართება, რომ თქვენ მეგობრებო ქვეყანას ყიდით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და თქვენ გიდათ რომ ქვეყანა ჩააბაროთ და ჩვენ თაყვანი ვცეთ ადამიანებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები. მარტო იმისთვის კი არ არის ეს პროტესტი, რომ იმ ქვეყანას ყიდით, რომელსაც იმ ადამიანებმა მოუკლეს ჟიული შარტავა, მოუკლეს გაბისკირია, დიახ, მოუკლეს ტატუნაშვილი, მოუკლეს ანწუხელიძე და რომელი ერთი ჩამოთვალო. დიახ, მარო მაყაშვილი მანამდე და ასე შემდეგ. თუ კიდევ უფრო წარსულში გადავალთ თქვენ იმ ქვეყანას ყიდით, რომელმა ხელისუფლებამაც იმ დროიდელმა ყოფილმა საბჭოურმა რეპრესიებში მოახვედრა ქართული ინტელიგენცია და საღი აზრი დაუკარგა და მოუსპო ქვეყანას. მე თეატრალი ვარ და
სანდრო ახმეტელზე ვიტყვი 51 წლის ასაკში დაიხურა სანდრო ახმეტელი და თან აკაკი ვასაძის ჩვენება იყო ფუნდამენტური მისი დახურეთის წარმოიდგინეთ რა დონეზე მიიყვანა იმ რეჟიმმა ხალხი ამის გარდა რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო ტიციან ტაბიძე რომელმაც არ მიცა ჩვენება უკვე გარდაცვლილი პაულო იაშვილის წინააღმდეგ და თვითონ პაულო იაშვილი რომელიც იქამდე მიიყვანეს რომ თავი მოიკლა და მერე მკვდარი გაასამართლეს და საერთოდ მისი სახელის ხსენება აგრძალეს და სადღაც ალბათ 20 წლის შემდეგ გამოუშვეს მისი პუბლიკაციები და ლექსები და რაღაცაები დიახ ამ ქვეყანა ამ ხალხზე ქვეყანას რა ამისთვის არის ნამდვილად პროტესტი და მარტო ამისთვის არ არის პროტესტი დღეს საქართველოში. დღეს პროტესტი არის იმისთვის, რომ დიქტატორული რეჟიმი გინდათ დაამყაროთ ხალხო. დიახ, დიქტატორული რეჟიმი და ციხეები გაავსეთ უსამართლოდ დაპატიმრებული ხალხით. აქაც რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუნდაც ზია ამაღლობელი, რის გამო შიმშილობს და შეიძლება სიცოცხლე სასწორზე დგას, ნამდვილად სასწორზე დგას მე-20 დღეა თუ არ ვწდები დღეს ეს ქალბატონი შიმშილობს და ვითომც არაფერი ხდებოდეს თან რისთვის როცა შეიძლება ადმინისტრაციული ჯარიმა საერთოდ არ უნდა მიეცათ არაფერი და ადმინისტრაციული მაინც მიეცათ სისხლით გაასამართლეს ადამიანი ხალი რომელიც საკუთარ ღირსებას იცავდა და მამაკაც შეურაცხყოფისთვის გააწნა სილა გააწნა და ამის შემდეგ რაზეა საუბარი აი ამისთვისაც არის პროტესტი პროტესტი აი იმისთვის ანდრო ჭიჭინაძე რო ყავთ დაკავებული საფრთხეთ რაც ხედავთ გუშინ მაგალითად პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეს ადამიანები რომლებიც ნამდვილად მაგაზეც გეტყვით ყველაფერში იღებენ მონაწილეობას ადამიანების წამებაში დასჯაში და ასე შემდეგ დიახ ანდრო ჭიჭინაძე და პატიმრა უსაფუძვლოდ ვეფხია კასრაძე და რამდენი დაპატიმრებული ადამიანი არის რამდენი ახალგაზრდა ამისთვისაც არის პროტესტი დღეს საქართველოში პროტესტი არის იმისთვის საქართველოში რომ სიტყვის თავისუფლება წაგვართით ხალხო ღმერთმა ადამიანი შექმნა აი აქვე უნდა ჩაგეკითხოთ ასე გაბრაზებული ასე აღშფოთებული მე თეატრალები ხელოვანი საზოგადოება არ მიინახავს როგორ ფიქრობთ რა მიიყვანა ამ ზომამდე მსახიობები ხელოვანები და ასე შემდეგ. ნამდვილად ასეა და ამ ზომამდე ეს ადამიანები მიიყვანა იმ უსამართლობამ, რასაც ხედავს დღეს ქვეყანაში და რაც გამეფებული არა, ბოროტებაც არის გამეფებული დღეს ქვეყანაში. არ ვიცი, წარმოუდგენლად მიმაჩნია ამაზე ადამიანმა ხმა როგორ არ უნდა ამოიღო. ჯერ არჩევანის უფლება რო წაგვართვით, რომელიც უფალმა გვარგუნა ჩვენ. უფალმა შექმნა ადამიანი თავის ხატებად და მსგავსად თავისა და მიცა ყველა ნიჩთან ერთ-ერთი ყველაზე თავარი რამ უბოძა თავისუფლება და ეს იყო არჩევანის უფლება და ღმერთმა უთხრა ადამიანს რომ შენ თუ გინდა იყავი ჩემთან ერთად იცხოვრე ჩემთან ღმერთთან ერთად თუ არა და არა და ღმერთის ბოძებული არჩევანის უფლება წაგვართვით ხალხო აი ამისთვის არის ზუსტად დღეს პროტესტი საქართველოში მარტო 78 მუხლიო რო ამბობენ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სწრაფოა რომ შეუზღუდეთ და მოუსპეთ ქვეყანას და ჭაობისკენ რომ იყავთ არც მარტო მაგისთვის არის დღეს პროტესტი საქართველოში მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ მე ვარ მსახიობი და საერთოდ არ მეხება მაგრამ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია რომ როცა საჭიროა ვთქვა რაღაცა და მეც წამიკითხავს რაღაცა მართალი ამ ბოლოს გულს ვერაფერს ვერ უდებ მაგრამ კონსტიტუციას თუ წაიკითხავთ ალბათ ყველა მუხლი დარღვეული აქვს ამ ხელისუფლებას დღეს ყველა მუხლი აბსოლუტურად საქართველოს რო დემოკრატიული ქვეყანაა დემოკრატიული რესპუბლიკა რომელ დემოკრატიაზეა საუბარი და ხალხი რო არის ძირითადი ბაზა ხელისუფლების და ხალხს რო უნდა ემსახუროს ხელისუფლება სად არის ეგ პირიქით ხალხი ემსახურება ყველა მთავრობის დროს ხელისუფლებას ვინც იყო და ვინც არის დღეს ამ მთავრობის დროსაც სად არის ეგ აი მესმის აქვე მინდა რომ ანდროს თემას შევახოთ და ახალი თეატრის თემასაც საპროტესტო ტალღა არა მარტო თბილისს მოიცავს ახალი თეატრის არამედ გავა რეგიონებში რამდენად შეუერთდებით თქვენს და რამდენადაა საუბარი რომ თეატრალები გამოთქვამენ ადგილზეც პროტესტს დიახ, აუცილებლად რეგიონებში წამოვლენ, სხვათა შორის თუ არ ვწდები დასაწყისისთვის აჭარა არის დაგეგმილი, კი, მე ზუგდიდი არის სამეგრელო, მე მგონი ისე ბრუნდებიან თბილისში და გორი და რაღაცა და ჩვენამდეც მოვლენ აუცილებლად და ჩვენც აუცილებლად შეუერთდებით ამ პროტესტს და ჩვენ მანიფესტს გამოვხატავთ ამ წარმოდგენაში, კი, აუცილებლად
ვინც წინააღმდეგი ვართ ამისი. ოზურგეთელი თეატრალებისთვის, ვინც ჯერჯერობით ჩუმად არის და თქვა თავისი პროტესტი ხმამაღლა არ უთქვამს. სიმართლე გითხრათ, თავიდან მესმოდა ამ ადამიანების და ანუ ყველას არჩევანს პატივს უცემ, მაგრამ სადღაც დგება მომენტი, როცა სამშობლო დგას შუაში, როცა შენი მომავალი დგას შუაში და სასწორზე რო დგას ეს დევს ეს ყველაფერი, მაშინ ცოტა გაჩუმება უხერხურად მიმაჩნია და მე ვისურვებდი, რომ ყველამ თამამად ვიცი, რომ ძალიან საღადაზროვნებენ ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები და ყველამ თამამად დააფიქსირეთ ხალხო თქვენი აზრი, იმიტომ რომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება, კატასტროფის წინაშე ვართ. კატასტროფის წინაშე ვართ. საქმე რაშია? ის რაც ჩამოთვალეთ თქვათ ახლა მე და ამ პროტესტთან დაკავშირებით. ამ ხელისუფლებას ალბათ გონია, რომ მხოლოდ ეს არის ჩვენი პრობლემა. არა მილიონი პრობლემა ამ ქვეყანაში. ეს რო სოციალური სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოა ტერმინოლოგიურად, რომელ კეთილდღეობაზეა საუბარი მითხარი ნინო? სად არის ეგ კეთილდღეობა? ერთ გაღიმებულ ადამიანს რო ვერ დაინახავთ ქუჩაში და თუ ვინმე იღიმის, ისიც ტურისტი არის ჩამოსული და იქედან 90% რუსია. აი, ზუსტად ამის პროტესტიც არის საქართველოში. იმის პროტესტი არის, ვიცი ბატონო, რომ აი თავრობა, ხელისუფლება უნდა იზრუნოს, ჩვეულებრივად კონსტიტუციაში არის, ეგ უნდა იზრუნოს სოციალურ-ეკონომიკურ თანაფარდობაზე თავისი მოსახლეობის მესმის, რომ ტოტალური თანაფარდობა შეუძლებელია ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშიც კი ევროპულში, არ შეიძლება ყველა ერთად იყოს კი ბატონო მდიდარი და ყველა ერთად იყოს ღარიბი. საშუალო ფენა არ ყავთ. ქვეყანაში საშუალო ფენა არ ყავს ხალხო. ყავს 90% სიღარიბეს იქეთ გადასული ადამიანები და 10% უმდიდრესი ადამიანები. რაზეა საუბარი? მესმის რომ ვერ ვიქნებით თანაფარდობა არ იქნება, მაგრამ იმ სოციალურად დაუცველმა ხო უნდა იგრძნოს მთავრობის გვერდით დგომა და რითი უნდა იგრძნოს ეს? უნდა კონდეს შესაბამისი ღირსეული და ადამიანური დახმარება. რაზეა საუბარი? ამიტომ უნდა და ხალხის უმრავლესობას მოსახლეობის ევროკავშირი და აი ზუსტად ამისი პროტესტიც არის. მარტო დიქტატურის პროტესტი არ არის აქ დღეს, ამისი პროტესტიც არის. პენსიონერს რომ 350 ლარით ეუბნები, 35 ლარით რო გაუზარდე ხელფასი და ეუბნები ამით იცხოვრეო, რომელიც წამალში არ ეყოფა. და შენ პენსიის ფონდის თავმჯდომარეს 16,000 ლარი გაქვს და თვითონ პარლამენტარები რო 100%-ით იზრდიან ხელფასს, როცა 6,000 ქონდა და 12-ზე ავიდნენ. რაზეა საუბარი, რომელ თანაფარდობაზე და თანასწორობაზეა საუბარი? ამის გულისთვისაც არის პროტესტი. ახლა ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფართოდ ვისაუბროთ, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოსავალი რაშია, როგორ მივა მოსახლეობის ხმა და მოსახლეობის პროტესტი იმ შედეგამდე, რომელიც უმრავლესობას სურს? აუცილებლად მივა შედეგამდე, რას ვითხოვთ ჩვენ? პირველ რიგში ვითხოვთ, რომ პატიმრები, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ აუცილებლად და მე ვითხოვთ არჩევნებს. ახალ თავისუფალ დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ რომ აქამდე მივიდეთ, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ცოტა შეიძლება ამ პროტესტის რაღაც ფორმების შეცვლა მოგვიწიოს, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ბოლომდე გავიტანოთ და ბოლომდე გავიდეთ. შეიძლება დღეს ეს პროტესტები ისე არ გამოიყურება, რომელიც თქვათ იმედს იძლეოდეს იმის, რომ ახლო მომავალში ჩვენ მივაღწევთ საწადელს, ეს დღეს ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უფრო გრძელვადიანია პერსპექტივაში, თუმცა შეიძლება რაღაცაები შეიცვალოს და უფრო მოკლე ვადაშიც გადმოვიდეს ეს და ყველაზე უკეთესი ის იქნება, რომ თუ მოეგებიან აზრს, თუ მოусმენენ ადამიანებს, უბრალოდ ნებისმიერმა სახელმწიფომ, ნებისმიერმა მთავრობამ მტრად არ უნდა გამოგაცხადოს, როცა განსხვავებული აზრი და მისი საწინააღმდეგო აზრი გაქვს. ეგ ვერ მოიშალა ამ ქვეყანაში, არა ვარ მტერი, დამიჯექი, დამელაპარაკე, იქნება არ ვწდები, იქნება შენ ვწდები, კაი, იქნება მე ვწდები და იქნება ამიხსნა, ხო? ხო შეიძლება. და სტუდიიდან არ შემიძლია გაგიშვათ იმის გარეშე, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ნახა თქვენი დაილინი მაცხონაშვილის მიერ დაფუძნებული სახელოვნებო თეატრი ელვა. სამწუხაროდ ორი სპექტაკლის შემდეგ ელვამ გააჩერა მუშაობა. რა იმედები გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელახლა
შეძლებთ მისცემთ ამ თეატრს სიცოცხლეს თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებითაც რა ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებს. კი, ეგ თეატრი დავაფუძნეთ ჩვენ. ყველაფერი მიბმულია იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობთ და ეს თეატრი ალბათ დავაფუძნეთ თეატრი ჯერ იმისთვის, რომ რეგიონებში, მაინც პერიფერიებში და თან ოზურგეთში და გურიაში ზავსი რაღაც პრეცედენტი რო ყოფილიყო, რომ რაღაც ალტერნატივა არის, თქვა სახელმწიფო დრამატული თეატრისა ოზურგეთის და არა პაექრობის მიზნით და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მინდოდა ძალიან ისეთი პროდუქტის შეთავაზება, ღირსეული და კარგი პროდუქტის შეთავაზება გემოვნებიანის, მაყურებლისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისათვის, რამე თუ მათ ახლა უყალიბდებათ გემოვნება და აუცილებელია, რომ გემოვნებიანი პროდუქტი შესთავაზო მათ. დავაფუძნეთ ეს თეატრი, კი მქონდა პრემიერა, ორი სპექტაკლი მქონდა, საბავშვო სპექტაკლი თბილისშიც ვითამაშეთ, სხვათა შორის ერთი სპექტაკლი, მაგრამ მე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და ჩვენი მე და ელენეს პოზიციიდან გამომდინარე ძალიან დიდი პრობლემები შეგვექნა ამასთან დაკავშირებით და დღეს რთულია საერთოდ ქვეყანაში, რომ თეატრმა ირჩინოს თავი მარტომ, თუმცა ჩვენ ამას ვახერხებდით, მაგრამ იქაც გადაგვიკეტეს ყველაფერი და ამიტომ გაჩერებული ვართ, დაპაუზებული ვიქნებით მანამ სანამ ის ჩვენი მოთხოვნები, რასაც მოვითხოვ და რასაც ერი მოითხოვს, არ შეასრულებს ხელისუფლება და მე აუცილებლად გავაგრძელებთ. ელვა აუცილებლად გააგრძელებს. კი, გაიელვებს აუცილებლად გიგდებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მსახიობი ვახტანგ ჩხარტიშვილი. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე საარჩევნო დაპირების შესრულება პოსტზე მოსვლისთანავე დაიწყო. ამერიკული მედიით ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს თუ როგორ ამგზავრებენ ასობით უსაბუთო მიგრანტს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, მათ შორის გვატემალასა და კოლუმბიაში. გასულ უქმეებზე კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პედრომ უარი თქვა შეერთებული შტატებიდან აფრენილი ორი დეპორტირებული მიგრანტების სავსე თვითმფრინავის მიღებაზე, რაც სოციალურ ქსელ ტვიტერზე ორი ქვეყნის ლიდერთა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. მხარეები ერთმანეთის მიმართ არც შეურაცხყოფას და არც ტარიფებით მუქარას მორიდებიან. საბოლოო ჯამში რამდენიმე საათის შემდეგ ბოგოტა ვაშინგტონთან დათმობაზე წავიდა და მიგრანტები მიიღო. ახლა საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ვწყვეტთ. პრიორიტეტებით ვსაზღვრავთ. პრეზიდენტ ტრამპის პირობას ვასრულებთ. თუმცა მოგვიანებით ქვეყნის მასშტაბით მეც დავაკავებთ. კოლუმბიის საგარეო უწყება მოლაპარაკების გამართვის მიზნით ვაშინგტონში გასაგზავნად დელეგაციას ამზადებს. ჩვენ გავაგრძელებთ დეპორტირებული კოლუმბიელი ქალებისა და კაცების მიღებას. როგორც მოქალაქეებს, მათ უფლებების დაცვისა და ღირსეული პირობების დახვედრის გარანტიას ვაძლევთ. ორ ლიდერს შორის დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო. ეს შუაღამით ტვიტერზე დაიწყო. როგორც ჩანს, დიპლომატებთან კონსულტაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარეშე. სწრაფადვე გამწვავდა და ტვიტების სიტყვიერ რომში გადაიზარდა, რამაც დიდი გაუგებრობა წარმოშვა. მართალია გაუგებრობა არანატოელ ერთ-ერთ წამყვან მოკავშირესთან მალევე მოგვარდა, მაგრამ ანალიტიკოსები დაძაბულობას არც მომავალში გამორიცხავენ კოლუმბიიდან ამერიკაში ნარკოტიკების არალეგალურად შეტანის არაერთი ფაქტის გამო. პრეზიდენტ ტრამპს მალე მოუწევს ნარკოტიკებთან დაკავშირებული უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრა. ჩემი აზრით, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომდევნო დაბრკოლება იქნება. ბოგოტაში კოლუმბიელთა უკმაყოფილებას ახეზეა. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ კვირის განმავლობაში შეერთებული შტატების საელჩოში მისულმა ბევრმა კოლუმბიელმა შეიტყო, რომ ვიზებთან დაკავშირებული მათი გასაუბრებები საერთოდ გაუქმდა. ეს გახდა ჩემ ხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.